5. დემონისა და ემონდის ლეგენდარული დუელი, Battle Above the Gods. მას შემდეგ რაც ემონდი გაიგებს, რომ რეინირამ დედაქალაქი აიღო, ის სრულ ჭკუიდან გადადის. ის მიატოვებს კრისტონ კოლის არმიას და თავისი გიგანტური დრაკონით ვეგარით იწყებს მდინარეეთის მიწების გადაცვას. დემონი ხვდება, რომ ამ ტერორის დასრულება მხოლოდ მას შეუძლია. გამოწვევა ჰარენჰალში. დემონი მიფრინავს ჰარენჰალში და მარტო ელოდება ემონდს 13 დღის განმავლობაში. მეტ 14 დღეს ემონდი და ვეგარი ჩნდებიან. ომის პიკი, ორთაბრძოლა ხდება ტბის, ღმერთების თვალის გაზღაე, თავზე ღრუბლებში. ეს არის ვესტეროსის ისტორიაში ყველაზე ცნობილი დუელი. დემონი, კარაქსესით და ემონდი ვეგარით ჰაერში ერთმანეთს გლეჯენ. სიკვდილის ნახტომი, როდესაც დრაკონები ერთმანეთს ჩაიჭიდებიან და წყლისკენ ვარდებიან, დემონი გადმოხდება თავისი უნაგირიდან ჰაერშივე ეცემა ემონდს და თავის ვალირიულ მახატს, გნელდას, Dark Sister, პირდაპირ თვალში ჩაასობს მას. ორივე დრაკონი და ორივე მხედარი ტბაში ვარდება. არავინ გადარჩება. სეზონის სავარაუდო ფინალი. მესამე სეზონის ბოლოსთვის რეინირა დარჩება სრულიად მარტო. დემონი მკვდარია, მისი უფროსი შვილები და ხოცილები არიან. ახალმა მხედრებმა უღალატეს, ხოლო დედაქალაქში ხალხი მასობრივად ჯანყდება, რასაც მოჰყვება დრაკონების თავშესაფრის, დრაგონპეთის დარბევა. სეზონის სავარაუდო დასრულდება იმით, რომ იძულებული რეინირა გარბის მეფის სავანიდან დაბრუნდება დრაკონის ქვაზე, სადაც მას ციხესიმაგრის ჭიშკართან. ჩასაფრებული მეფე ეიგონი და მისი დრაკონი მზის ცეცხლა ელიან. ეს მოამზადებს ნიადაგს მეოთხე დასკვნითი სეზონისთვის.